შეხვედრის ახალი ფორმატი, დღევანდელი შეხვედრა შედგება ახალ ფორმატში. ჩემთან ერთად ეთერში იმყოფება სერგეი და ისიც გამოვა. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაზე მუშაობდით ბოლო 2 თვის განმავლობაში და ავხსნით ძირითად ცვლილებებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს პროექტში. პრაქტიკულად მზად არის გადასვლა ახალპირად კაბინეტებზე. ეს უკვე აღარ არის ტესტები და მონახაზები. ძირითადი ფუნქციონალი შედგენილია. კაბინეტში ჩაშენებულია ის პროგრამები, რომლებიც საჭიროა მესენჯერი, ბილეთების სტრუქტურულ მუშაობაზე განყოფილებები. ჩვენ ვგეგმავთ მათზე გადასვლას უახლოეს დღეებში. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი. ღია და ინფორმაციული, ჩვენ ვაჩვენებთ რა კეთდება შიგნით. რა პროცესებია გაშვებული და რას მიიღებენ პარტნიორები შემდეგ ეტაპებზე. დღევანდელი ეთერის მთავარი მიზანია სიცხადის მიცემა და იმის ჩვენება საიტმიდის პროექტი. სერგეი მოყვება თავის ნაწილს, დაკავშირებულს ავტომატიზაციასთან, ვორნელთან და ბაზარზე გასვლასთან. მე გავაღერებ სტრატეგიულ მომენტებს და ავხსნი, რა ნაბიჯები უკვე ხორციელდება. ეს არის ის შეხვედრა, საიდანაც იწყება ახალი ეტაპი. და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა გაიგოს რა ხდება და რატო ვაკეთებთ ამას ასე. ჩვენი მესენჯერი, ტელეგრამის საწყისი კოდი და საერთო წვლილი. ახლა ჩვენ ვამზადებთ ჩვენი საკუთარი მესენჯერის გაშვებას. აღმოვაჩინეთ შესაძლებლობა შევიძინოთ ტელეგრამის ოფიციალური საწყისი კოდი და გადავწყვიტეთ სწორედ ის აგვერჩია. ეს გვაძლევს საშუალებას არ დავკარგოთ წლების საკუთარი აპლიკაციის ნულიდან. შექმნაში და მაშინვე დავიწყოთ მუშაობა მზა საიმედო საფუძველზე. ღირებულება მაღალია, მაგრამ პროექტიც მასშტაბურია. თანხობრივად გამოდის თითქმის იგივე, რაც დამოუკიდებლად დაწერა სჭირდება, თუმცა ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად. საწყისი კოდის შეძენის შემდეგ ჩვენ გვექნება სრულფასოვანი მესენჯერი, რომლის განვითარებაც შეგვეძლება ჩვენი საჭიროებებისთვის. შიგნით ჩაშენდება მარკეტპლეისი, პირადი კაბინეტები, პროგრამები, ავტომატიზაცია, ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება. არც ცალკეული საიტები, არც გადასვლები სხვადასხვა სერვისის შორის. ხსნით აპლიკაციას და მაშინვე გაქვთ ცდომა კომპანიის ყველა პროდუქტზე. მესენჯერის დაფინანსება პირდაპირ ჩაშენდება კაბინეტებში და ტელეგრამში. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რომ ყველა პარტნიორს შეეტანა თუნდაც $100 პროექტი მღისიერად შეიქმნებოდა. მაგრამ არავინ არავის ავალდებულებს. მონაწილეობენ მხოლოდ ისინი, ვისაც სურს საერთო საქმის მხარდაჭერა და გაშვების დაჩქარება. მესენჯერი გახდება მთელი ეკოსისტემის ცენტრალური წერტილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველაფერი მოიყრის თავს, სტრუქტურა, მარკეტპლეისი, სწავლება, პროგრამები, საფულეები და ჩატები. ერთი შესვლა, ერთი სისტემა, ერთი ინტერფეისი. ეს არის დიდი ნაბიჯი წინ და უზარმაზარი დროის ეკონომია შემდგომ განვითარებაში. ძირითადი სამუშაო უკვე მიმდინარეობს და აპლიკაცია თანდათან იქმნება ერთიან მრავალფუნქციურ სივრცედ. სიტყვას სერგეის ვაძლევ. დავიწყებ მცირე წინასიტყვაობით, რატომ გაჩნდა საერთოდ იდეა ავტომატიზაციის შექმნისა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ ვითარდებოდა სტრუქტურა, რა პრობლემები ჩნდებოდა პარტნიორებში, სად გაჩერდებოდნენ ადამიანები და რა უშლიდა მათ ზრდაში. მალე გახდა ნათელი, რომ ყველაზე სუსტი ელემენტი სწორედ შემომავალი ნაკადი იყო. ზოგს აქვს გამოცდილება, ზოგი ერიდება მოწვევას. ზოგმა არ იცის რა თქვას, ზოგს კი უბრალოდ დრო არ ყოფნის. შედეგად ზრდა ძლიერად იყო დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორზე. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა სისტემაზე, რომელიც შეძლებს ამ საკითხის გადაჭრას და პროცესს პროგნოზირებაც გახდის. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ავტომატიზაციაზე, რომელიც ადამიანებს, ახალ პარტნიორებს მოუყვანს სრულად ავტომატურ რეჟიმში. პარალელურად ვმუშაობთ ძლიერი ლიდერების მოზიდვის თემაზე. ესეც საერთო სტრატეგიის ნაწილია და აქ არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ამოცანა მარტივია, პროექტში უნდა შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც იციან, როგორ იმუშაონ, სურთ განვითარება და მზად არიან პროცესში ჩართვისთვის და პარტნიორების მოზიდვის ავტომატიზაციის პროგრამა ახლა თავად ავტომაციაზე როგორ იმუშავებს ის. ჩვენ დიდი ხანია ვეძებდით ინსტრუმენტს, რომელიც ნებისმიერ პარტნიორს მისი გამოცდილების, ცოდნის ან უნარების მიუხედავად მისცემდა შესაძლებლობა სტაბილურად და პროგნოზირებადად მიეღო ახალი ადამიანები გუნდში. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ავტომატიზაციის პროგრამის შექმნა. მასზე ვმუშაობდით თითქმის 2 თვის განმავლობაში სერგეისთან ერთად და ამ პროცესში
ჩავრთეთ ძლიერი მარკეტოლოგიუმი და რათა მთელი. სისტემა ყოფილიყო არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული, არამედ პროფესიონალურად აწყობილი რეკლამისა და ტრაფიკის თვალსაზრისით. მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია და ამავე დროს მაქსიმალურად გამჭვირვალე. თითოეულ პარტნიორს შეუძლია ჩადოს ნებისმიერი თანხა დაწყებული $10-დან. ყველა თანხა მიდის მხოლოდ რეკლამის გაშვებასა და სამიზნე ტრაფიკის მოზიდვაზე. არანაირი დამალული საკომისიოები ან დამატებითი ხარჯები აქ არ არსებობს. სისტემა აგროვებს შემომავალ განაცხადებს და ანაწილებს მათ სრულად ავტომატურად. რაც უფრო მეტს დებს ადამიანი, მით მაღალია მისი კოეფიციენტი და მით მეტი ადამიანი მოდის სწორედ მის სტრუქტურაში. ყველაფერი მუშაობს კაცრად, მათემატიკურად, შენატანი განსაზღვრავს მიღებული რეგისტრაციების რაოდენობას. პირდაპირ პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ პარტნიორები იწყებენ რეალური ნაკადის მიღებას ახალი კანდიდატებისგან, რომლებიც მოდიან რეკლამიდან და ერთვებიან სტრუქტურაში უკვე სამუშაოდ მზადყოფნაში. სისტემა მთლიანად გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს, განაცხადები არ ნაწილდება ხელით, არამედ წინასწარ დაპროგრამებული ალგორითმით. ჩვენ სპეციალურად ავაწყოთ სისტემა ისე, რომ იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და არ იყოს დამოკიდებული ვიღაცის პირად დამოკიდებულებაზე ან არჩევანზე. მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამ ავტომატიზაციას შეუძლია ადამიანები მოიყვანოს, თუმცა თანხლები მუშაობა პარტნიორის ამოცანად რჩება. თუ ადამიანმა არ იცის სწორად როგორ იმუშაოს ლიდებთან, მაშინ დიდი ვირონკაც კი შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ ავტომატიზაციასთან ერთად ვიწყებთ სწავლებას, როგორ ვისაუბროთ სწორად, როგორ ჩავრთოთ ახალბედები, როგორ ავაწყოთ გუნდი. ეს ნაწილიც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან სისტემა მხოლოდ იმას მისცემს ადამიანს, რასაც ის შეძლებს შეინარჩუნოს და განავითაროს. უმიდას როლი ამ პროცესში უზარმაზარია. მას ესმოდა ბაზარის შიგნიდან. აქვს საკუთარი ფაბრიკა, გამოცდილება წარმოებასა და პროგრესიაში. ამის წყალობით რეკლამული სისტემა შენდება პროფესიონალურად ტრაფიკის არხების შერჩევიდან, დაწყებული ვორონკის აგებითა და ლიდების შემდგომი გადაცემით დასრულებული. ამ ეტაპზე პროგრამის მთელი ლოგიკა უკვე აწყობილია და დატესტილი. ალგორითმი ითვალისწინებს შენატანს, კოეფიციენტებს, პარტნიორის აქტიურობას და ანაწილებს კონტაქტებს ზუსტად და პროგნოზირებადად. ეს პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს გაიზარდოს, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს, მათთვის, ვისაც არ აქვს დრო სოციალური ქსელების მართვისთვის, მათთვის, ვისაც სჭირდება მასშტაბირება და მათთვის, ვინც დაიღალა იმით, რომ გუნდის ზრდა მხოლოდ პირად აქტივობაზეა დამოკიდებული. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტიციას აქცევს ახალ ადამიანთა სტრუქტურულ ნაკადად. თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ავტომატიზაცია ეს არ არის ჯადოსნური ღილაკი. ეს არის შესაძლებლობა და ის მუშაობს მხოლოდ იმ ადამიანების ხელში, ვინც მზად არის სწორად გამოიყენოს იგი. ეს სისტემა წყვეტს ადამიანების უმრავლესობის მთავარ პრობლემას. შემომავალი ტრაფიკის არარსებობას და მოწვევის შიშს. ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება პარტნიორებს იგრძნონ თავდაჯერებულობა, განვითარდნენ, მიიღონ შედეგი და ჩამოაყალიბონ ძლიერი გუნდი ქვემოდან ზემოთ. და სწორედ ამიტომ ავტომატიზაციის პროგრამა ხდება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი. რატომ გამოვდივართ ყირგიზეთის ბაზარზე ამ ეტაპზე ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს ყირგიზეთზე. ამ გადაწყვეტილებას აქვს კონკრეტული მიზეზები. რუსეთის ბაზარი ძალიან კონკურენტულია. იქ უკვე ათობით მსხვილი მარკეტპლეისია. თითოეულს საკუთარი ბიუჯეტი, გუნდი და სარეკლამო შესაძლებლობები აქვს. იქ გასვლა საჭიროა მაშინ, როცა ჩვენ უკვე გვექნება გამოცდილება, როცა სისტემა გამართულად იმუშავებს და შეგვეძლება რეალური შედეგების ჩვენება. ხოლო რუსეთისგან დაწყება ნიშნავს ძალისა და რესურსების დიდწილად ამაოდ ხარჯვას. ყირგიზეთი სრულიად სხვა ისტორია. იქ არ არსებობს ძლიერი მარკეტპლეისები და ბაზარი ფაქტობრივად თავისუფალია. უმიდას იქ საკუთარი ფაბრიკა აქვს, გამოცდილება და კონტაქტები. ის კარგად იცნობს ადგილობრივ მწარმოებლებს, იცის როგორ მუშაობს ბაზარი, რა შესაძლებლობები აქვთ ადამიანებს და რა პრობლემები აწუხებთ. ამ მომენტში ისინი რთულ პერიოდს გადიან, საზღვრები ჩაკეტილია, ტვირთები ჩერდება, ფაბრიკები გაჩერებულია, მრავალი მეწარმე გაკოტრებასთან ახლოსაა, რადგან მათი პროდუქცია უბრალოდ ვერ აღწევს რუსეთში. ამ ფონზე ჩნდება ჩვენი მარკეტპლეისი.
პლატფორმა, რომელიც ნამდვილად შეძლებს დახმარებას. ადგილობრივი ფაბრიკებისთვის ეს არის შანსი გამოვიდნენ კრიზისიდან, დაიწყონ გაყიდვები, მიიღონ ახალი შეკვეთები. ჩვენთვის კი ეს არის შესაძლებლობა სწრაფად გაუშვათ სისტემა, შევაგროვოთ პირველი დიდი ბირთვი, გამყიდველებისა და მყიდველებისგან დავტესტოთ პროცესები და ავაწყოთ სწორი მოდელი. ამიტომ სტრატეგია ასეთია. მთლიანად ვამუშავებთ მექანიზმს სწორედ ყირგიზეთში. ვაკვირდებით, როგორ ხდება მწარმოებლების ჩართვა, როგორ მუშაობს რეკლამა, როგორ ერთვებიან ადამიანების სტრუქტურაში, როგორ მუშავდება შეკვეთები. ვწყვეთ სირთულეებს, რომლებიც თავიდან გარდაუვალი იქნება. და მხოლოდ ამის შემდეგ გავდივართ უზბეკეთში, ტაჯიკეთში და ვაგრძელებთ გაფართოებას. როცა უკვე გვექნება გამართული მოდელი, მაშინ შევძლებთ რუსეთის ბაზარზე შესვლას ძლიერები, შედეგებით და მზადყოფნაში მყოფი სისტემით. ირგიზეთი არის პლატფორმა, სადაც ყველაზე სწრაფად შეიძლება საფუძვლის აშენება. იქ დიდია ინტერესი, ბევრი მწარმოებელია და ახლა ყველაზე შესაფერისი დროა, რომ პირველები შევიდეთ ბაზარზე. ჩვენ ფიქსირდებით ერთ წერტილზე, ვამყარებთ მას სტაბილურად და ძლიერად და სწორედ იქიდან ვიწყებთ შემდგომ მასშტაბირებას. ვორონკა, ლიდები და სწავლება. როცა ახალ ქვეყანას უშვებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ვორონკა. ჩვენ უნდა სწორად მოვაწყოთ ადამიანთა ნაკადი, რომლებიც პროექტში შემოვლენ პარტნიორები, გამყიდველები და ისინი, ვინც მზად არიან განავითარონ მარკეტპლეისი საკუთარ რეგიონში. იმისათვის, რომ ყველაფერი სისტემურად მუშაობდეს, შევქმნით Telegram არხი, სადაც მოხვდებიან ყველა ის ადამიანი, ვინც გამოხატავს ინტერესს. ესენი არიან ისინი, ვისაც სურს პლატფორმის განვითარება, მუშაობა ფაბრიკებთან და ჩვენი გუნდთან ერთად შემოსავლის მიღება. მაგრამ მხოლოდ ხალხის შეკრება არში საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია მივცეთ მათ სწავლება, ეტაპობრივად, გასაგებად და პრაქტიკულად. ბევრმა უკვე სადამსგავს შეხვედრებში მონაწილეობა ადრე, მაგრამ ნაწილი ვერ ასრულებდა ვერც პირველ დავალებებს. ამიტომ ახლა ვმუშაობთ მხოლოდ მათთან, ვინც ნამდვილად მზად არის. ჩვენ გვჭირდება ისინი, ვინც არა მარტო უსმენს, არამედ მოქმედებს. ქვეყანა არ შენდება ენთუზიასტებზე, რომლებიც კვირაში ერთხელ ერთვებიან პროცესში. ის შენდება მათზე, ვინც ყოველდღე მუშაობს. სისტემა აგებულია ასე, ჩვენ ვიკვლევთ ბაზარს, ვუხსნით როგორ უნდა ილაპარაკონ მწარმოებლებთან, რა უნდა უთხრან ფაბრიკებს, როგორ უნდა დაუკავშირდნენ გამყიდველებს, როგორ უნდა ჩართონ ახალი ადამიანები და როგორ უნდა იმუშაონ სტრუქტურასთან. შემდეგ, როცა ადამიანი უკვე სწავლობს ამას სწორად, ის იწყებს ლიდების მიღებას. ლიდები რეგულარულად მოვა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ თუ ადამიანს. არ შეუძლია ადამიანებთან მუშაობა, არანაირი ვორონკა ვერ დაეხმარება. შეიძლება ერთ საღამოს 20 კონტაქტიც მიიღო და ყველა დაკარგო თუ შესაბამისი უნარები არ გაქვს. ამიტომ ჩვენ ვაშენებთ სწავლას ტრაფიკთან პარალელურად. ჯერ ვამზადებთ ადამიანებს, ვასწავლით როგორ დაამუშაონ, სწორად მოთხოვნები როგორ გააკეთონ. პირველი ზარები როგორ არ გაუშვან ახალბედა ხელიდან და როგორ ჩართონ იგი სამუშაოში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ლიდების გადაცემას. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგი მონაწილე ძლიერად გაიზარდა, ისინი თავდაჯერებულად ატარებენ დიალოგებს, უშვებენ ახალბედებს, სწორად ხსნიან მარკეტპლეისის იდეას. და როცა ვხედავთ ასეთ ადამიანებს, გვესმის, რომ მათზე შეგვიძლია ტრაფიკის ნდობა, რადგან ისინი მას არ დაკარგავენ. ვორონკა, სწავლება და ლიდები ეს ერთიანი პროცესია. არ შეიძლება განაცხადების გადაცემა მათთვის, ვინც არ არის მზად. არ შეიძლება ტრაფიკის მიცემა მათზე, ვინც არ იცის როგორ იმუშაოს მასთან. და პირიქით მათ, ვინც ამტკიცებს საქმით, ყოველდღე აკეთებს ნაბიჯებს, ვითარდება და იზრდება. ჩვენ მივცემთ მეტ შესაძლებლობებს. სწორედ ასე ყალიბდება ძლიერი გუნდი, რომელიც შემდგომ შეძლებს ქვეყნის მასშტაბირებას. იურიდიული საკითხები და სამომხმარებლო საზოგადოება. იურიდიულ ნაწილთან ყოველთვის ჩნდება ბევრი კითხვა, ამიტომ ვცდილობ ავხსნა ეს მაქსიმალურად გასაგებად. სამომხმარებლო საზოგადოება. ეს არის მოქმედი ინსტრუმენტი, მაგრამ არა ისეთი მარტივი, როგორც ბევრს გონია. ხაღალზე ყველაფერი მარტივად ჩანს, გახსენი საზოგადოება და აკავშირე ადამიანები, განახორციელე გადახდები და იმუშავე მშვიდად. მაგრამ პრაქტიკაში ნებისმიერი სამომხმარებლო საზოგადოება, მით უმეტეს თუ საუბარია სხვა ქვეყანაზე,
წარმოადგენს სერიოზულ ბიუროკრატიასა და ხანგრძლივ პროცედურებს. საშუალოდ საჭიროა დაახლოებით 9 წელი, რომ ყველაფერი სწორად გაფორმდეს, დოკუმენტები შეგროვდეს, პუნქტები შეთანხმდეს, მმართველი ორგანოები დარეგისტრირდეს და პროცესი რეალურად ამუშავდეს. კანონი სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მისი არსებობა, არამედ ის, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში. მაგალითად, საქართველოში სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ კანონი არსებობს, მაგრამ ფაქტობრივად არ გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად კანონი არის, მაგრამ რეალურად ნორმალური სამუშაო სქემისთვის მისი გამოყენება შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვერ გავხსნით საზოგადოებას ნებისმიერ მსოფლიოს წერტილდი, როგორც ზოგს გონია, იურისპრუდენცია. ეს არ არის ღილაკი. ეს არის პროცესი, სადაც უნდა გაითვალისწინო კანონები, გადასახადები, საბანკო შეზღუდვები და რეალური პირობები. რაც შეეხება რუსეთს, იქ საქმე გაცილებით მარტივად არის. სამომხმარებლო საზოგადოების გახსნა, იურიდიული პირის რეგისტრაცია და მუშაობის დაწყება შეიძლება უპრობლემოდ. სწორედ ამიტომ ახლა განიხილება ვარიანტი რუსეთის ტერიტორიაზე იურიდიული პირის გახსნისა, რათა მის მეშვეობით განხორციელდეს. გადახდები, ბარათები, თანხების გამოტანა, ყველაფერი ოფიციალურად, შვიდად და ზედმეტი ბარიერების გარეშე. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ასპექტიც, თუ ადამიანი იღებს მცირე თანხებს. 5, 10, 30.000 მისთვის უფრო მარტივია ჩვეულებრივი გზით გადარიცხვების მიღება, რადგან იურიდიული სქემები საჭირო ხდება მხოლოდ მაშინ, როცა თანხები მართლაც სერიოზულ დონეს აღწევს. ძალიან ხშირად კითხულობენ, კანონიერი ხომ არის ადამიანების მოწვევა. ან შეიძლება უცხოურ კომპანიასთან მუშაობა. აქ ყველაფერი მარტივია. მილიონობით ადამიანი რუსეთში ყოველდღე იხდის უცხოურ სერვისებში, გამოწერებში, VPN შესყიდვებსა და მომსახურებებში. უამრავი კომპანია ოფიციალურად არის რეგისტრირებული საზღვარგარეთ და ისინი რუსეთში მუშაობენ კონფლიქტების გარეშე. არაფერია უკანონო იმაში, რომ ადამიანი იწვევს პარტნიორებს, კიდის პროდუქტს ან მონაწილეობს სტრუქტურაში. კანონი ამას არ კრძალავს. თავარი აზრი ასეთია, იურიდიული ინსტრუმენტები საჭიროა მაშინ, როცა ისინი რეალურად წყვეტენ კონკრეტულ ამოცანას. სამომხმარებლო საზოგადოების იურიდიული პირის ან საბანკო მექანიზმის გახსნას აზრი ექნება, მაშინ, როცა სტრუქტურა მიაღწევს ისეთ მასშტაბს, სადაც ეს ნამდვილად საჭირო გახდება. ხოლო თუ ადამიანი დღეს არავის იწვევს, არაფერს აკეთებს და არავის აქტიურობას, იურიდიული პირის არსებობა ვერანაირად ვერ იმოქმედებს მის შემოსავალზეც და განვითარებაზეც. ლოგისტიკა და რატომ არ შეიძლება ყველაფრის ერთდროულად გაშვება. ლოგისტიკასთან ახლა რთული ვითარება, საზღვრები ფაქტობრივად დაკეტილია ნაცრისფერი, ტვირთნაკადი გაჩერებულია. რიგები უზარმაზარია, ფაბრიკები გაჩერებულები არიან, რადგან პროდუქცია ვერ აღწევს რუსეთში. ასეთ პირობებში შეუძლებელია ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაშვება. სისტემა უბრალოდ დაიშლება. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ერთ წერტილს, სრულად კონცენტრირდებით მასზე და იქ ვამუშავებთ ყველა პროცესს. ღირგიზეთი ამ ხრივ საუკეთესოდ გამოდგა. ბაზარი თავისუფალია, წარმოებლები დაინტერესებულნი არიან და სწორედ იქ შეიძლება სწრაფად აიგოს სისტემა. Marketplace-ის თითოეული ფუნქცია ეს არ არის უბრალოდ ღილაკი. მის უკან დგას ბანკი, საწყობი, დოკუმენტები, ჩეკი, მიწოდება, ლოგისტიკა, იმისთვის რომ ყველაფერი გამართულად იმუშაოს, საჭიროა დრო და ზუსტი გამართვა. ჩვენ ჯერ ვიყვანთ პროცესებს სრულყოფილებამდე ერთ ქვეყანაში რომ დავინახოთ ყველა სუსტი წერტილი და მოვაგვაროთ ისინი. როდესაც ყირგიზეთში ყველაფერი საათივით იმუშავებს, მაშინ შეგვეძლება მშვიდად. წავიდეთ შემდეგ ეტაპებზე უზბეკეთში, ტაჯიკეთში და მოგვიანებით რუსეთში. გაძლიერება უნდა მოხდეს მიზანმიმართულად და არა ძალების გაფანტვით 5 სხვადასხვა მიმართულებაზე ერთდროულად. პარტნიორების აქტიურობა და ახალი ლიდერები. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის დოკუმენტები, არც ლოგისტიკა და არც ტექნიკური ნაწილი. ყველაზე დიდი პრობლემა. ზოგიერთი პარტნიორის პასიურობა. ბევრი მოდის შეხვედრებზე უსმენს, მაგრამ თვითონ არაფერს აკეთებს. ხოლო ქმედებების გარეშე ზრდა შეუძლებელია. შეგიძლია მისცე ადამიანს სწავლება, ტრაფიკი და
ლიდებიც კი, მაგრამ თუ ის ადამიანებთან არ მუშაობს, შედეგი მაინც ნულოვანი იქნება. ამავე დროს პროექტში უკვე შემოდიან ძლიერი ლიდერები, როგორც ხირგიზეთიდან, ისე რუსეთიდან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არელიან, რომ ვინმე რამეს გააკეთებს მათ ნაცვლად. ისინი ყოველდღე მუშაობენ, აერთებენ ახალ ადამიანებს, ვითარდებიან და მათი შედეგებიც უფრო და უფრო გაიზრდება. და თუ ვიღაც დიდი ხანია პროექტშია, მაგრამ არაფერს აკეთებდა, ის მალე დაინახავს. როგორ გაუვლენ ახალ პარტნიორებს წინ სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში, ეს ნორმალურია. აქ თითოეული იღებს ზუსტად იმდენს, რამდენსაც აკეთებს. ახლა მნიშვნელოვანია თითოეულმა განსაზღვროს, ვისაც სურს სტრუქტურის აშენება. უნდა დაიწყოს მოქმედება უკვე ახლა. ხოლო ვინც ელოდება, უნდა ესმოდეს, რომ მოლოდინთან ერთად კარგავს შესაძლებლობებსაც და პოზიციებსაც. ჩვენ არ ვზღუდავთ არავის, მაგრამ არც არავინ აპირებს იმის ჩათრევას, ვინც არ მოძრაობს. წინ იმუშავებენ და იშოვებენ ისინი, ვინც ყოველდღიურად ერთვება პროცესში. მარკეტპლეისი და შემდეგი ნაბიჯები. მარკეტპლეისი უკვე გაშვებულია და მუშაობს საბაზო ვერსიით. ამ ეტაპზე იქ არის ყველაფერი აუცილებელი, რათა დაიწყო მოძრაობა, რეგისტრაცია, პროდუქცია და ძირითადი ფუნქციები. ეს არ არის საბოლოო ვარიანტი. ეს არის პირველი სამუშაო ვერსია, რომელზეც ვაგროვებთ გამოცდილებას, ვამჩნევთ ხარვეზებს და ვიგებთ რას საჭიროებს გაუმჯობესებას. შემდეგი დიდი ნაბიჯი. მარკეტპლეისის მეორე ვერსია, რომელიც გამოვა მარტში. ეს იქნება სრულიად სხვა დონე, უფრო მოსახერხებელი, ლამაზი და გააზრებული ინტერფეისით, გაუმჯობესებული ფუნქციონალით, შესწორებული შეცდომებით და სრულფასოვანი სტრუქტურით, როგორც მწარმოებლებისთვის, ისე მყიდველებისთვის. მეორე ვერსია უკვე სრულად შეესაბამება იმ მასშტაბს, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. პარალელურად მზადდება სოციალური ქსელები და მიმდინარეობს სარეკლამო კამპანიების გაშვება. ვორონკა იმუშავებს ასე, ტრაფიკი მიდის სოციალურ ქსელებში, შემდეგ ადამიანები გადადიან ტელეგრამში, იქიდან ხვდებიან ვებინარებსა და სწავლებაში და ამის შემდეგ უკვე ერთვებიან სისტემაში პარტნიორები, რომლებიც მონაწილეობენ ავტომატიზაციის პროგრამაში, მიიღებენ ამ ადამიანებს. თავიანთ სტრუქტურებში იმ წესების მიხედვით, რომლებიც უკვე ჩადებულია სისტემაში. ამ ამინდელი მთავარი ამოცანაა. გავაძლიეროთ მარკეტპლეისი, ვაჩვენოთ იგი მწარმოებლებს, გამოვიყვანოთ პირველი გაყიდვების ტალღა და შევაგროვოთ ძლიერი ბაზა. როცა მარკეტპლეისი დაიწყებს სტაბილურად მუშაობას, ყველაფერი დანარჩენი, სტრუქტურა, პარტნიორები, ლიდები, გაცილებით სწრაფად გაიზრდება. ეს არის ფუნდამენტი, რომელზე დაყრდნობილია მთელი პროექტი, პროგრამისტების ანგარიში. ახლა მოკლედ მოგიყვებით, რას აკეთებდნენ პროგრამისტები ბოლო დღეებში. სამუშაო ბევრი იყო და თან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. დავიწყებ მარკეტპლეისით. ვლადიმირმა მთლიანად განაახლა გამყიდველების ფუნქციონალი, ახლა მათ შეუძლიათ რედაქტირება გაუკეთონ საკუთარ პროფილებს. მარტონ ინფორმაცია მაღაზიის შესახებ, დაამატონ თანამშრომლები, დამიანიჩონ მათ სხვადასხვა უფლებები ადმინ პანელშიც, დაემატა ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისა და როლების სამართავად. გარდა ამისა, გავაფართოეთ საკონლის კატეგორიებისა და ატრიბუტების სისტემა. ახლა გამყიდველებს შეუძლიათ დაამატონ პროდუქტები ყველა ვარიანტით, თარგმანითა და საჭირო პარამეტრებით. ფინანსურ ნაწილზე ცალკე ბლოკი გაკეთდა. დაემატა ავტორეფერალური პროგრამა, კაბინეტში გაჩნდა ახალი გამოტანის ვარიანტები, ხოლო ადმინ პანელში ინსტრუმენტები როგორც მასობრივი, ისე ინდივიდუალური გადახდებისთვის. ჩვენ გავყავით გამოტანის მოთხოვნებით ცალკე ერთეულებად, რათა გამარტივებულიყო ლოგიკა და გაუმჯობესებულიყო კონტროლი. მომხმარებლის კაბინეტისა და ადმინ პანელის ინტერფეისებიც განახლა, რომ ყველაფერი უფრო სუფთად გამოიყურებოდეს და სწრაფად მუშაობდეს. თამაშის ნაწილში შესრულდა დიდი მოცულობის სამუშაო, ლიოშამ გამოასწორა გველის პრობლემები, თავსა და მოძრაობასთან დაკავშირებული ლოგიკა, რევერსი, სიჩქარე, ფარის მუშაობა, ბაფები და ვიზუალური შეცდომები. დამუშავდა ბოტების ქცევა, რესპაუნი, აჩქარება, PvP სცენარები. გაუმჯობესდა ანიმაციები, კუდები, ეფექტები, მოძრაობა და ბაფების ზონები. ვერსიაში 3.3-ზე დაემატა ახალი მექანიკა, უსასრულო გამძლეობა და გაუმჯობესებული საკვების სპაუნი. ეს ყველაფერი თამაშს ბევრად უფრო დინამიურსა და სტაბილურს ხდის. პარალელურად დიზაინერი ალაგებს ჰაბის და მარკეტინგული მასალების ვიზუალურ ნაწილს, ახორციელებს მარკეტპლეისის და სოციალური ქსელების გაფორმებას. იხვეწება ინტერფეისი და გრაფიკა, რათა მთელი პროექტი თანამედროვე და ერთიანი სტილში გამოიყურებოდეს. დასასრულს ეს მთელი სამუშაო მიმდინარეობს ერთდროულად 5 მიმართულებაზე: მარკეტპლეისი, კაბინეტები, ფინანსები, თამაში და დიზაინი.
ეს დიდი მოცულობის ამოცანაა, მაგრამ გუნდი შესანიშნავად უმკლავდება და ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება პროექტი თანდათან უფრო სტაბილური და მთლიანად ჩამოყალიბებული. დასკვნა და საერთო შედეგი. საბოლოოდ ჩვენ კოლოსალური სამუშაო გავწიეთ. პროექტი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება და თითოეული მათგანი გვაძლევს რეალურ პროგრესს. მარკეტპლეისი იზრდება, ახალი კაბინეტები თითქმის მზად არის, ავტომატიზაცია გადადის ფინალურ ეტაპზე მესენჯერი. ხდება საერთო ეკოსისტემის ნაწილი, ხოლო ყირგიზეთის ბაზარი გვიხსნის დიდ პერსპექტივებს ზრდისთვის. პარალელურად ძლიერდება სწავლების სისტემა, ერთვებიან ახალი ლიდერები და უკვე ყალიბდება გუნდი, რომელიც მზადაა შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის. ტექნიკური ნაწილი ასევე სწრაფ ტემპში მიიწევს წინ. პროგრამისტები ასწორებენ შეცდომებს, ამატებენ ახალ ფუნქციებს, აუმჯობესებენ თამაშს და ინტერფეისებს. სამუშაო ბევრი არის, მაგრამ ყველაფერი მიდის სწორ მიმართულებით. თავარი დასკვნა მარტივია, პროექტი ძლიერდება, ხდება უფრო სისტემური, მომწიფებული და პროფესიონალური. ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი ზრდისთვის, როგორც სტრუქტურის, ისე ბრუნვისა და პარტნიორებისთვის შექმნილი შესაძლებლობების მხრივ. ჩვენ შევდივართ ახალ ეტაპზე და ყველაზე საინტერესო ახლა იწყება.